გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ფინანსთა ყოფილი მინისტრი. გამოძიება მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეს სწავლობს. დავარ-საგამოძიებო უწყებაში ივანე მაჭავარიანი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს შადგმასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს. Თქვენ გაეცით თანხავს საგუშაგოს შენებული პერიოდში. თუ რასაპირებდა გიორგი გახარია თქვენ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს მერქნა. თქვენ ინფორმაცია გქონდათ 2019 წელს თუ რასაპირებდა გიორგი გახარია. თქვენ გაეცით თანხა საგუშაგოსთან დაკავშირებით. ესეც სრულად პოლიტიზირებული საქმეა, ესეც არის მორიგი ფარსი, ტყუილი. მე მგონი უკვე ყველაფერი მეტნაკლებად ასე ვთქვათ ადამიანებისთვის და ადამიანურ დონეზე გარკვეული არის, სამართლების შეფასებები რა ექნება ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა რაც არის. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რამდენიმე დღის წინ მან თქვა რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას, ხო ვიცით თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს. აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, ამ გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს რა მოხდა. 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოითქვა პროტესტი რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ, იყო უარი რომ არ გადაიტანენ არცად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმა. მაჭავარიანი იყო მთავრობის წევრი, ამდენადაც ვიცით იმ პერიოდში მინისტრი და შესაბამისად მისი აზრით რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი. გახარია გამოკითხეთ ორჯერ და რეალურად დადგენილია ყველაფერი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. თუ ის თulis რომ როგორც იყო საგუშაგოს დადგმამდე რეალური სიტუაცია, როცა იქ მცხოვრები ხალხი ამბობს რომ შედიოდნენ ამ ტყეში, როცა ჩამოვა უცხოეთიდან ან თვითონ შევიდეს მარტო ამ ტერიტორიაზე მილიონ კვადრატულ მეტრში, სადაც კონტროლი დაიკარგა. ან წაიყვანოს იქაური სოფლელი და უთხრას რომ აი ბატონო როგორც მანამდე შედიოდით, ეხლა წინ დაგიძღვებით და შევალთ ამ მილიონ კვადრატულ მეტრშიო. რამენაირად დაადასტუროს ის რომ არაფერი არ დაუკარგავს და კონტროლიდან არ გასულა ეს ტერიტორია.